4-5,000-ია, ხო, ძალიან თუ ავიღოთ ჩემპიონატი საშუალო ანაზღაურება, ხო? სიმართლე გითხრა, არ ვიცი, არავის არც ერთი გუნდის ხელფასებია ეს. ხო, მე რამდენადაც მომისმენია საშუალოდ ეგრეა, საშუალოდ ეგრე გამოდის 7. შეიძლება ნაკლებიც, შეიძლება მეტიც, ხო, გააჩნია გუნდს და ფეხბურთელისთვის 7,000 ლარი ძალიან დაბალი ხელფასია და ურთულესია მაგ ხელფასით, იმიტომ რომ ფეხბურთელი ფაქტიურად 10 წელი თამაშობს ფეხბურთს და რო იყოს სხვა სამსახური, სხვანაირად და მაგრამ ფეხბურთელს მეტი უნდა რომ უკროდეს ფული ან ასე შემდეგ. სამწუხაროა რომ აი ხანდახან ხდება რომ ზოგ გუნდში რაღაც პრობლემა იქნება რომ ხელფასები აგვიანებს თვეობით და ასე შემდეგ და ეგ არაა ნორმალური და მაგ შემთხვევაში მოქმედებს უკვე ფეხბურთელზეც ფსიქოლოგიურადაც და ყველანაირად. ხო, აი ფონდიდან რომ თუ პირდაპირ ხელფასებზე წავიდოთ და ეგ თანხა, მაგრამ ზოგ გუნდს არ ეყოფა ეხლა არა იმხელა ფული რომ ეყოს ყველაფერს აქედან გამომდინარე. მით უმეტეს არ ვიცი ეხლა შიდა სამზარეულოში რა როგორ ხდება და სად მიდის და როგორ ეხლა. სრული ვიდეო ნახე Newsmakers-ის YouTube არხზე. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.